მოგესალმებით ჩვენო ძვირფასო მაყურებლებო. გადაცემა დარცი აჭარის ტელევიზიის ეთერში, ისევ თქვენს ტელეეკრანებზეა. გვიყურეთ ყოველ კვირას საღამოს 18 საათსა და 20 წუთზე. როგორც უკვე იცით, გადაცემა დარცი არის გასართობ შემეცნებითი გადაცემა, სადაც საინტერესო ახალგაზრდები თავიანთ გამოცდილებას გვიზიარებენ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა პოეტი დავით დუმბაძე. და სანამ შევხვდებოდეთ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარს, მანამდე შემოგთავაზებთ ჩვენს საყვარელ ქუჩის გამოკითხვას და ნახავთ, რამდენად კარგად იციან ჩვენმა თანაქალაქელებმა, რომელ ქართულ პოეტს ეკუთვნის ფრაზები, ლექსები და ასე რომ წავედით ეხლა და ვნახოთ. ჩემო კარგო ქვეყანო, რაზეც მოგწყენია, არც მოყავთ თუ არა მწავალთ, მომავალი ჩვენია. ეს ვაი, ჭავჭავაძისა ხო? ილია, ჩვენი ცხოვანი პოეტი და გასაგიჟებელი კაცი. საყვალი საფლავს ვეძებდი, ვერ ვნახე დაკარგულიყო. თუ გაიხსენებ, რომელი ქართული პოეტის არის? კი ბატონო, ეს იყო აკაკი წერეთელი სულიკო. მადლობა ძალიან დიდი. მადლობა. სისფერო და ვარდისფერო ბათუმო, ჩემო ოქროს მტევანო. არა? კარგი. ჩემო კარგო ქვეყანო, რაზედ მოგიწყენია აწმყო. თუ არ აღწევს მომავალი ჩვენია. ვისი არის თუ გაიხსენებთ? რომელი პოეტის? და მოხუთი კაცი რა ვიცი, იაკობია. ჩემო კარგო ქვეყანო, რაზედ მოგიწყენია აწმყო. თუ არ აქვს ყავს მომავალი ჩვენია. თუ გაიხსენებ, რომელი ქართული პოეტის არის? ილია ჭავჭავაძის. მადლობა. ჩემო კარგო ქვეყანო, რაზედ მოგიწყენია აწმყო. თუ არ აქვს ყავს მომავალი ჩვენია. თუ გაიხსენებ, რომელი ქართული პოეტის არის? არ გამიგონია არსა და არ ვიცი. საყვალი საფლავს ვეძებდი, ვერ ვნახე დაკარგულიყო. თუ გაიხსენებ, რომელი ქართული პოეტის არის? აკაკი წერეთლისა ვუსწრები. მადლობა. მოგესმენინებთ ლექს და თუ გამოიცნობთ, რომელი ქართული პოეტი კითხულობს? ქალაქშიანი. გალაქტიან. მადლობა ძალიან დიდი წარმატებები. გიორგი ლეონიძე. მადლობა ძალიან დიდი. საყვალი საფლავს ვეძებდი, ვერ ვნახე დაკარგულიყო. თუ გაიხსენებ, რომელი ქართული პოეტის ლექსი არის ეს? აუ. სულიკო როა, ვიცი. მაგრამ პოეტის სახელი არ მახსოვს. ჩემო კარგო ქვეყანო, რაზედ მოგიწყენია აწმყო. თუ არ აღწყალობს, მომავალი ჩვენია. აი გაშკარად ძველია ეთყობა, უბრალოდ ვერ ვიხსენებ. ძირითადად ეკეთებს საუბრობდნენ ილია და აკაკი. რომელიღაცა იქ ჩემი კარგი რაზედ მოგიწყენია? ილია? მადლობა დიდი წარმატებები. ზღვისფერი გაქვს თვალები და თავად გავხარ ზღვას. რომელი ქართული პოეტის არის თუ გაიხსენებ? როგორც მახსოვს, კონსტანტინე გამსახურდიას. მადლობა ძალიან დიდი. ჩვენ უკვე შევხვდით ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარს. გამარჯობა, დავით, როგორ ხართ? გამარჯობა, კარგად, თქვენ როგორ ხართ? მეც კარგად. პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ დაგვიხასიათე შენი თავი, მოკლედ. ორი სიტყვით რომ დავახასიათო, მელანქოლიური კაცი. მადლობა ძალიან დიდი. ბანაური, მაგრამ ჩვენთვის საინტერესო შეკითხვა. როდის დაიწყეთ პირველად ლექსების წერა? პირველად ლექსი დავწერე 2008 წლის ომი როცა იყო მაშინ, ომის შემდეგ პერიოდში. საკმაოდ მძიმე ფონი იყო ყველა ქართველისთვის და მეც რა თქმა უნდა მძიმე გადავიტანე ეს პროცესები და დამეწერა ლექსი, შემომეწერა. სხვა შორის იყო პროზის კონკურსი მახსოვს ჩემ სკოლაში და ლექსით გავიმარჯვე ამ კონკურსში. აჰა. და თუ გახსოვთ ლექსი? არა. თქვენი საყვარელი ლექსი თქვენ მიერ დაწერილი? თუ გაქვთ ესეთი ალბათ რთული შეკითხვა ესეც, იმიტომ რომ ყველა თანაბრად გეყვარებათ, მაგრამ მაინც თუ გამოვაჩინოთ. ან საერთოდ არ გვეყვარება ასე. არის ეგეთი უშვილობა ქვია, რომელიც რაღაც განსაკუთრებულად მომწონს. თქვენთვის ინსპირაციის წყარო რა არის? ან ვი? სევდა, ძირითადად სევდას მივიზიდავთ კიდეს ესე რომ ვთქვათ, ჩვენი თაობის მწერლები და პოეტები, რომ მე დავწეროთ. და მოტივაციის წყარო ყავთ ან გაქვთ რაიმე? მოტივაციის წყარო წერის? დიახ. არა, ესეთი კონკრეტული მოტივაციის წყარო წერის ამ შემთხვევაში არა.
ძალიან საინტერესოა რაიმე კონკრეტული დრო თუ გაქვთ შერჩეული, როცა ლექსი უნდა დაწეროთ, თუ უბრალოდ მუზას ალოდებით, ან როცა მუზა მოვა, მაშინ იქმნება ლექსი. სიმართლე გითხრათ, იყო ჩემი ცხოვრებაში ისეთი პერიოდი, როდესაც შემეძლო უბრალოდ გადაწყვეტილად დაუნჯარიყავი და ლექსი დამეწერა, მაგრამ ეხლა არც დრო არის, არც ხუნება ბოლო პერიოდში, მაგრამ მაინც უფრო ისეთი ნაცრისფერი გარემო, როდესაც არის ჩემს შემოგარენში, მაშინ უფრო მეწერება და ავტომატიზირებული პროცესია ეს. აჰა. და აი, ჩვენთვის ასევე ძალიან საინტერესოა თვითონ ლექსის წერის პროცესი და ამის შესახებ რომ მოგვიყვეთ, როგორ იქმნება. მოკლედ, პირველ რიგში რა თქმა უნდა, მიზეზი უნდა გაჩნდეს იმისა, რომ ლექსის წერის სურვილი გაგვიჩნდეს. შემდეგში უკვე ლეპტოპი, მუსიკა და იწერება ლექსი, რა თქმა უნდა, გარემო თუ მარტოობას აუცილებელია, რა თქმა უნდა, მარტო უნდა ვიყოთ. ძირითადად ესეთ გარემოში ვწერ ხოლმე. დიდი სიამოვნებით მოვისმენდით, აი როგორც უკვე ახსენეთ, თქვენ საყვარელ ლექსს, როგორც ახსენეთ უკვე, რომელსაც გამოარჩევთ ყველაზე მეტად, თუ წაგვიკითხოთ. ჩემი საყვარელი ლექსი რა წავიკითხო და სხვა წავიკითხო? კარგი, იყოს. ოკეი. უძილობისგან ღამეებსაც დაედოთ მტვერი, თქვენს დედამიწა დაბერდაო ნაოჭებს შორის. საქართველო, ამიტომაც შენ ისევ მღერი მხარი მხარს ერთად ადვილია ატანად ქორის. ბერწოსნებებსაც აღარ უჩანს თავი და ბოლო, შენ ყველა თუ მკვდარ იმეც მაინც ილექავ გულში და პირჯვრის წერას ჩემი მხრებით ამთავრებ მხოლოდ სანაპიროსთან ჩვენ ორდინო ვისხედით გუშინ. იქ შორიახლოს სხვა მდინარეს ნერწყვილით ყლავავს. ვარსკვლავებით რომ მივაჭედეთ საზეზე მახსოვს, საქანელადან გადმოვარდნილ წლებს უზრდი ღაბავს წლებს ისევ ჩვენი ხელებით და თითებით ნაქსოვს. შეუდგი მხრები ჰაერსა და სიმძიმეს სივრცის მიათროებ ზურგით არ გინდა რომ მიაკლდე ოჯახს სამშობლოს ხალხს და ათას კიდევ არავინ იცის რამდენი თქმულის მენა გიწევს სიჩუმე გბოჭავს ღრუბლებსაც უკვე დრო არ აქვს ჰაერის ხეჭვის ცისარიელის შესავსებად ერთმანეთს ჩუქნის სიტყვებს და ვიცი ერთი დოზის ტკივილი გვეწვის რომ საქარს მიაქვს რთველი კიდე გადახნეს გუთნით არ გვინდა ძილი ღამეებსაც დაედოს მტვერი დედამიწა რომც გადაბერდეს ნაოჭებს შორის ჩვენ საქართველოს ვიტოვებთ და ჩვენ ისევ მღერით მხარი მხარს ერთად ადვილია ატანად ქორის. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან კარგი იყო მართლა. ეს ლექსი როდის დაწერეთ რა პერიოდში? სკოლის ასაკში დაუწერე ჩემს უახლოეს მეგობარს გვარად გორგილაძეს. ისის პოეტია სხვათა შორის. და არა მარტო მაშინ ეხლაც ჩვენი სამეგობრო მაქსიმალურად ვინაწილებთ ერთმანეთის სევდას, ერთმანეთის ყოველდღიურობას, ერთმანეთის საომავლო გეგმებს ასევე ლექსის შინაარსიც სწორედ მაგაზე არის, რომ ჩვენ მხარი მხარს თუ გვექნება ერთმანეთს მიდგმული მეგობრებს, არა მარტო მე და იმ მირიანს, ხო? არამედ ყველა მეგობარს, ყველა ქართველს ამ შემთხვევაში ის გამთლიანებული საქართველოს შეგვიძლია რომ ვიხილოთ, რომ საქარს მიაქვს რთველი კიდე გადახნეს ქვეყანა და სამშობლო მაინც ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ლაითმოტივი არის ჩვენი წერის, რა თქმა უნდა. და ეს იყო მთავარი სათქმელი ესე რა. თქვენ ხართ წელს გამარჯვებული ზურაბ გორგილაძის სახელობის ლიტერატურულ კონკურსში პოეზიაში და აი ამის შესახებ რომ მოგვიყვეთ უფრო ვრცლად, რომელი ლექსით მიიღეთ მონაწილეობა ამ კონკურსში და ამ კონკურსიც რომ მოგვიყვეთ. ძალიან სიმბოლური იყო სხვათა შორის ამ კონკურსში გამარჯვება. 3 თუ 4 წლის წინ სადღაც ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი მედგა და ყველაზე მძიმედ ვგრძნობდი თავს, როცა ამ ლექსს წერდი, რითიც გავიმარჯვე კონკურსში და სიმბოლური იყო იმითი, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ესე ვთქვათ, ბედნიერება რისგანაც განმისცია იყო ის, რომ ზურაბ გორგილაძის სახელობის კონკურსში გავიმარჯვე, იმიტომ რომ ზურაბ გორგილაძე ერთ-ერთი ჩემი საყვარელი პოეტი არის და მასთან თუნდაც მსგავსი ტიპის კავშირი ჩემთვის იყო არა თუ მხოლოდ გამარჯვება, არამედ რაღაცა შინაგანი ბმა, შინაგანი დაკავშირება ზურაბ გორგილაძესთან. ხო და სიმბოლური არის იმით, რომ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდი შესაძლებელია ადამიანმა აქციო ერთ-ერთ ყველაზე ბედნიერ მომენტად და ეს მოხდა მართლაც 4 წლის შემდეგ ის მაშინ დაწერილი ლექსი, რომელიც არ მახსოვს ეპირად ნამდვილად ეხლა მაშინ დაწერილი ლექსი გახდა ჩემი ბედნიერების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. ძალიან დიდი მადლობა.
როგორც მივხვდით, თქვენი საყვარელი პოეტი ზურაბ გორკილოძეა თუ არის კიდევ? არის კი, რა თქმა უნდა, ბევრი სხვა საყვარელი. მაგრამ გამოარჩევდით თუ სხვას გამოარჩევდით უფრო? გორკილოძეს გამოარჩევ მაინც. თქვენ პოეტის გარდა ხართ იურისტი, დაასრულეთ იურიდიულ სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ბათუმის შათა რუსთაველის უნივერსიტეტში, შემდეგ თბილისის ქართულ უნივერსიტეტში და ახლა კიდევ სწავლობთ მაგისტრატურაზე ამ განხრით სისხლის სპეციალიზაციით სამართალზე და აი ამის შესახებ რომ მოგვიყვეთ, სხვათა შორის მეც მინდა რომ იურიდიულზე ჩავაბარო და დიდი სიამოვნებით მოვისმენდი, რამ გადაგაწყვეტინათ, ასევე სად გიმუშავიათ და აი ამის შესახებ მოვისმენდი და რჩევებსაც მივიღებდი. პირველ რიგში ისევ გავიხსენები იმ ჩემს ნათქვამს, რომ ქვეყნის ლაითმოტივი სამშობლოს სიყვარული ყოველთვის ყველა გადაწყვეტილებას თითქმის ყოველთვის თან ახლდა. ერთ-ერთი მოტივი, რატომაც გადავწყვიტე რომ ჩამევარებინა იურიდიულზე, იყო ეგ რომ რაღაცას ისეც გავაკეთებდი საქვეყნოს, მაშინ ესეთი წარმოდგენები მქონდა და წარმოსახვები, რომ შევძლებდი მსგავსი დიდი რაღაცების გაკეთებას და ერთ-ერთი გზა იყო, ხელოვნებით დაკავება, ამ შემთხვევაში მაინტერესებდა ძალიან რეჟისურა და რეჟისურაზე მინდოდა ჩამევარებინა და მეორე ვარიანტი იყო იურიდიული. საბოლოოდ გადავწყვიტე რომ იურიდიულზე ჩამევარებინა. რაც შემიძლია გირჩიოთ არის ის, რომ სრულიად განსხვავებული რამ არის თეორიაში იმ უნივერსიტეტის მიუხედავად რომ დღემდე ვსწავლობ და დღესაც კი სხვადასხვა ტრენინგებზე და სემინარებზე დავდივარ რომ გავიღმო პროფესიული ცოდნა, მაინც აბსოლუტურად განსხვავდება თეორია და პრაქტიკა. სასამართლო დარბაზში რაც ხდება, ის სრულიად განსხვავდება, ესე რომ ვთქვათ, უნივერსიტეტის ლექციებისგან. ხო, რაც შეეხება პროცესს იურიდიულ მეცნიერებათა ფაკულტეტს და ზოგადად ამ პროფესიას მიყვარს ამ საქმის კეთება. თან ვარ ადვოკატი, ანუ არ წავედი პროკურატურის მიმართულებით, არ წავედი ბრალმდებელის მიმართულებით. დამოუკიდებელი პროფესია პირველ რიგში, ყველაზე მეტად რაც სიამოვნებს, ჩემი თავის უფროსი ვარ მე, ესე რომ ვთქვათ, ჩემს დროს განვაგებ თავად. მაქვს დამოუკიდებელი ოფისი, ვმუშაობ და ვემსახურები როგორც ინდივიდუალურ კლიენტებს, ასევე კომპანიებს. თქვენ ასევე ხართ დაინტერესებული სპორტით, როგორც ვიცი. რომელი სპორტით ხართ დაინტერესებული და აი ამაზეც მოგვიყევით. კალათბურთს თამაშობდი ბავშვობიდან, მაგრამ ეხლა ძირითადად მაინც სპორტ დარბაზში დავდივარ, უბრალოდ ფიტნესი და ჯანსაღი ცხოვრების წესის გამო და ამ ეტაპზე დროს ვერ ვუთომ რაიმე კონკრეტულს, მაგრამ ფიტნეს. როგორც ვიცით, ძალიან ბევრ პოეზიის კონკურსში გაქვთ მონაწილეობა მიღებული. და რომელს გამოარჩევდით მაინც და რატომ? სკოლის პერიოდის შემდეგ ძალიან ბევრ სერტიფიკატს, დიპლომს თუ სიგელს ვიწვი, სადღაც 70-მდე მაქვს მსგავსი, მაგრამ ყველაზე მეტად ემოციურად რაც მახსენდება, იყო ის, როცა მე-12 კლასში ვიყავი, გურამ დაჩანაშვილმა თავისი ხელით გადმომცა პრემია და მითხრა, რომ ჩემი საყვარელი პოეტი ხარო, ესეთი რაღაცა მითხრა და დაჩანაშვილმა ეს ჩემთვის იყო დაუჯერებელი რამ. პრემიის სახელი ნამდვილად არ მახსოვს და ასევე გამოვარჩევდი ლიტერატურული კონკურსი ზღვაური არის, ბათუმში, ქალბატონი ბელაქებურია უძღვება, ლიტერატურულ ჟურნალსაც გამოსცემს. რაღაც პერიოდში, სკოლის პერიოდის დროს, როდესაც მეც მოსწავლე ვიყავი, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ვუძღვებოდი ამ კლუბს, ლიტერატურულ კლუბს ზღვაურს, ვიყავი პრეზიდენტი. ბელადიას და არა მარტო ბელადიას, სხვა წერლებისა და პოეტების უდიდესი დამსახურებაა, რომ დღეს მე შემიძლია თქვა, რომ წერა ვიცი, წერა შემიძლია კარგად. შესაბამისად გამოვარჩევდი ამ პრემიასაც ლიტერატურული კონკურსის ზღვაური. როგორ უთავსებთ პროფესიას და პოეზიას ერთმანეთს თუ პირიქით გეხმარებათ პროფესია მუზაში? წერის უნარები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამე არის, რაც შემორჩა ლიტერატურული სამყაროდან და ვიყენებ დღევანდელობაში, დღევანდელ ჩემს პროფესიაში. წერა უმნიშვნელოვანესია, თუ კი გინდათ რომ წარმატებული იურისტი იყოთ, ამას გირჩევთ აქედანვე. წერა უმნიშვნელოვანესია, რა თქმა უნდა, მაგრამ აქვს ერთი მინუსი ამ ყველაფერს, რომ ეხლა ამ წერის უნარებს, ინსპირაციას, ყველაფერს აბსოლუტურად ვიყენებ პროფესიულად და შესაბამისად აღარც დრო მრჩება, აღარც ენერგია მრჩება და აღარც სურვილი მრჩება, რომ დავჯდე, თუ კი ძალიან მძიმედ და სევდიანად არა ვარ კიდევ ერთხელ დავჯდე და დავწერო პოეზია. როგორია პოეტის ცხოვრება ბათუმში, ამაზეც რომ მოგვიყვეთ?
პოეტის ცხოვრება ბათუმში მარტივია სხვათა შორის. იმიტომ რომ გვაქვს მთები, ანუ პოეტს რაც სჭირდება, სხვა რა თქმა უნდა უნიშნავს და წვიმა, რა თქმა უნდა, წვიმა გვაქვს. კი ბატონო. ხო, ბათუმი არაერთხელ ყოფილა არა მარტო ჩემი, არამედ ჩემი მეგობარი პოეტების ინსპირაციის წყარო, ბევრი ლექსი დაწერილა ბათუმზე, რა თქმა უნდა, და ბათუმში კარგი რაღაცები შექმნილა. მე სხვათა შორის ხმამაღლა ვამბობ ამას, რომ თუკი პოეზიის ალამი მანამდე იყო ქუთაისში, ცისფერყანწელების პერიოდში და ის დიდი ხნის განმავლობაში საკმაოდ ქუთაისში იყო, ეხლა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბათუმში გადმოვიტანეთ და ეს არის ბათუმელი პოეტების სამსახურება ერთ-ერთი ორგანიზაცია იყო ჩემი სკოლის პერიოდში კავკასიონი, რომლის ფარგლებშიც ლიტერატურული კლუბი ჰქონდათ და გენრი დოლიძე, როინა ბუსელიძე, აჩი ბერიძე, გიორგი გაბაიძე ეს ახალგაზრდა ბათუმელი პოეტები უძღვებოდნენ აღნიშნულ ლიტერატურულ კლუბს და მე მგონია რომ მათ დაუვიწყარი და წარუშლელი კვალი დატოვეს ბათუმზე, ბათუმ პოეზიაზე ზოგადად და ბათუმელ ახალგაზრდებზე. ძალიან საინტერესოა, რა სირთულეებს აწყდებით ლექსის წერის დროს. თუ არის ესეთი რამე. ლექსის წერას როცა იწყებ, მაშინ არანაირი სირთულე არ არსებობს, უბრალოდ მარტივად შეგიძლია დაწერო, მაგრამ როდესაც გადაიკითხავ, მან იწყება უკვე მთავარი სირთულეები, იმიტომ რომ თუ კი გაქვს ასევე ცოდნა, როგორი უნდა იყოს ლექსი და შეგიძლია გააკრიტიკოს საკუთარი ლექსიც, მისი დამუშავება, ესე რომ ვთქვათ, პირდაპირ სამუშაო პროცესია, ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი, როგორც მაგალითად ვიდეოს სამუშავება, მუსიკის სამუშავება და ასე შემდეგ, ხო? შესაბამისად, ეგ მუშაობა მოითხოვს რაღაც ენერგიას და არის რაღაცა სირთულეებთან დაკავშირებული. ვინ იქონია გავლენა თქვენზე, როცა დაიწყეთ ლექსის წერა სულ პირველად? ეს იყო ვინმე ადამიანი თუ შექმნილი სიტუაცია იმ დროს? პირველად როდესაც დავწერე იყო ომი, როგორც უკვე ვთქვი, მაგრამ მთავარი მომენტი, ესე რომ ვთქვათ, მთავარი ინსპირაციის წყარო ძირითად შემთხვევაში იყო დედაჩემი, ხოლმე, რადგან დედაჩემი სულ წერს თვითონ პედაგოგია განათლებით და ყოველთვის ეს ორი რომანი აქვს დაწერილი, თავის ოღონ არ გამოუქვეყნებია ჯერჯერობით. ყოველთვის მეხმარებოდა, რომ და ესე ვთქვათ, მიბიძგებდა, რომ წიგნებთან, კალამთან, ფურცელთან კარგი ურთიერთობა მქონდა და მიაღწია მას ყველაფერს დედაჩემს უმადლი, მართლა არა მარტო ამ ნაწილში, არამედ ყველაფერში აბსოლუტურად. ანუ დედას მიუძღვის თავარი. და დაუქვი აქედან დედაჩემს მიყვარხარ დედა. ანუ დედას მიუძღვის თავარი წვლილი თქვენ რომ კალამი და ფურცელი აიღეთ პირველად. კი, ნამდვილად. და ბოლო კითხვა ჩვენი გადაცემის ფორმალურ ნაწილში, რას ურჩევთ დამწყებ პოეტებს? დამწყებ პოეტებს ურჩევ პირველ რიგში რომ იყვნენ მიმღებლები. მიმღებლობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამე, რადგან მახსოვს მე 7-8 კლასში ვიყავი ალბათ, როდესაც პირველი კრიტიკა მივიღე ჩემს ლექსზე და გავიქეცი, წავედი იმ კლუბიდან, რაღაც კონკრეტულ ლიტერატურულ კლუბში ვიყავი, წავაკითხე ლექსი, წავიკითხე ჩემი ლექსი მე თვითონ და როდესაც გამაკრიტიკეს, გავიქეცი იქიდან და 6 თვე აღარ გამორჩენილ ვარ დაახლოებით რა. მე ისე მოხდა, რომ კრიტიკასთან ერთად ქებაც მივიღე და ამან, დააბალანსა და შემაძლებინა რომ დაუბრუნებოდი იმ სივრცეს. ის 6 თვე ჩემი აზრით არის დიდი დანაკარგი რა. იმ 6 თვეში ვიცი რომ ძალიან ბევრ რაღაცას შევიძენდი და თუ კი მიმღებელი ვიქნებოდი. მე რა თქმა უნდა ნელ-ნელა დავიხვეწე და ყველაზე მთავარი იარაღი რაც შევიძინე იყო მიმღებლობა და რა თქმა უნდა თავმდაბლობას ასევე თავმდაბლები უნდა ვიყოთ და ყველაფერი გამოგვივა აუცილებლად. ანუ ჯანსაღი კრიტიკა უნდა მიიღონ აუცილებლად. ძალიან დიდი მადლობა ამ მომწვევი პასუხებისთვის და ახლა გადავიდეთ ჩვენი გადაცემის არაფორმალურ ნაწილში, სადაც ჩვენი გადაცემის სტუმრებს უფრო სხვა კუთხით ვაცნობთ და შედარებით სასაცილო კითხვებიც გვაქვს, ბლიც კითხვები. პირველი თქვენი საყვარელი ფილმი. ცხოვრება მშვენიერი. საყვარელი ლექსი. ცხადია ძალიან ბევრი საყვარელი ლექსი მაქვს. გამორჩეული პოეტის ერთ-ერთი, რა თქმა უნდა, გალაქტიონია და ერთ თავარ, ესე ვთქვათ, სტრიქონს გავიხსენებ. ნაპირი ითხოვს უსასრულობას, უსასრულობა ეძებს ნაპირებს, მაკვირვებს ჩემი უსუსურობა, რომ არაფერი აღარ მაკვირვებს. ეს არის მადლობა ძალიან დიდი. სიტყვა, რომელიც ყველაზე კარგად აღგწერთ თქვენი აზრით.
მელანქოლიური. ზებუნებრივი უნარებიდან რომლის ქონას ისურვებდით? ფრენას. ვიფრენდი სიამოვნებით. უფრო კარგად დაწევდით შემდეგ ლექსებს. ჰაერიდან ხო ალბათ. არ ვიცი ალბათ. რა გაღიზიანებთ ყველაზე მეტად ადამიანში? ადამიანში ყველაზე მეტად ტყუილი მაღიზიანებს, თან მით უფრო როცა სიმართლე ვიცი. აჰა. ოდესმე შეცდომით თუ გაგიგზავნიათ ტექსტური შეტყობინება არასწორი ადრესატისთვის? არაერთს. რა თქმა უნდა, ყველას დაგმართნია. რა ელფერს მისცემდით ცას ამის შესაძლებლობა რომ გქონდეთ? რო არა ცისფერი. დავტოვებდი ალბათ მაინც იგივე ფერს, მომწონს. კარგი ფერი. ჩემი საყვარელი ფერია რეალურად. ხადია დავტოვებდი. თქვენი აზრით, რომელი ცხოველი იქნებოდა ყველაზე გამაღიზიანებელი საუბარი რომ შეეძლოს? ურა. ვინმე ვინც თქვენთვის ძალიან საყვარელია და უკვე აღარ არის ცოცხალი, თუნდაც წინა საუკუნიდან გამოჩენილი, ვისთან ისურვებდი შეხვედრას და რაზე ისაუბრებდით? ზურაბ გორგილაძესთან სიამოვნებით დავჯდებოდი და ვისაუბრებდი არა მარტო პოეზიაზე, აჭარაზე, სამშობლოზე, ღირსებაზე, ყველ ბევრ რაღაცას ეხება ისე ზურაბ გორგილაძე თვითონ თავის პოეზიაში და სიამოვნებით მოусმენდი ესე პირისპირ. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო დიალოგი შედგებოდა თქვენ შორის. და ბოლო კითხვა. ღმერთთან შეხვედრის საშუალება რო გქონდეთ, პირველი რას ეტყოდით, არას კითხავდით? ეს ძალიან საინტერესო ამბავს გავიხსენებ, თუ შეიძლება ამ კითხვაზე, ხო? ინდოეთში ვიყავი და მეგობრები ვთამაშობდით პოკერს. და ერთ-ერთი ინდოელი მეხებოდა ხოლმე რა, ესეთ შემთხვევით გვერდის ხედით და მეხებოდა ხოლმე და ყველა შეხებაზე მსგავს რაღაცას აკეთებდა. და დაკვირვებული ვიყავ მეც ეგეთი ზუსტად რომ რას შვება თქო. და მაშინ მესამე შეხებაზე სადღაც იგივე რა რო გაიმეორა, ვკითხე რომ რას აკეთებ თქო და ჩემი რწმენითო ყველა ადამიანში არის ღმერთიო და შესაბამისად როცა გეხებიო პატივს მოგაგებო. იმდენად კარგი ფილოსოფიური იდეა დევს ამაში, ცხადია შეიძლება ეს ჩაითვალოს არასწორ შეხედულებად ვიღაცების მიერ. არა, მეც ეგრე ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანში ყველა ადამიანში თუ კი დავინახავთ ღმერთს და ყველა ადამიანს ვესაუბრებით ისე, როგორც გვინდა რომ ღმერთს ვესაუბროთ, თავდაპირველად მადლობით, ბოდიშით, თხოვნით და ასე შემდეგ. ყველაფერი კარგად იქნება. შესაბამისად, ღმერთსაც ზუსტად ისე დაველაპარაკებოდი, ზუსტად იმ კითხვებს აუსვამდი, რასაც ალბათ ერთ კარგ მეგობარს, ჩემს კარგ ადამიანს. ასეთი პასუხი ნამდვილად პირველად მოვისმინე და ძალიან მომეწონა. კარგი იყო. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო დიალოგი შედგა ჩვენ შორის. მაყურებელს გავაცანით თქვენი თავი სხვა კუთხითაც და მეც მიხარია რომ გაგიცანით. ესაა წარმატებას ისურვებს იურიდიულ მიმართულებით. მადლობა ძალიან დიდი, თქვენს ძალიან ბევრ წარმატებას გისურვებთ სხვადასხვა მიმართულებით და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ დრო. მადლობა მოზვევისთვის.